ვინერვიულებთ, ბავშვებსაც მივხედავთ, ოჯახსაც მივხედავთ, კერძსაც მოვამზადებთ და ქვეყანასაც გადავარჩენთ. ასე ხმაურებიან სამოქალაქო აქტივისტები ქალთა მიმართ დისკრედიტაციასა და ბულინგს, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო ინტერნეტ სივრცეში, სხვადასხვა პლატფორმაზე. ეს მოვლენა მოიცავს ქალების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, შეურაცხყოფას, სტიგმატიზაციას, სექსისტურ კომენტარებს, სხვადასხვა ფორმით ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. ქვეყანა არის სამწუხაროდ პატრიარქალური ჯერ ისევ და არ ვიცი საზრდოობს ქალების დისკრედიტაციით, ანუ კაცი პოლიტიკოსები რაღაცნაირად რეიტინგს ქალების დისკრედიტაციის ხარჯზე იკეთებენ. ამას ვხედავთ ჩვენ, რა თქმა უნდა, შიდა ქართლშიც და ქვეყნის მასშტაბით თუ დავაკვირდებით უფრო აქტუალურია, თუმცა რაოდენ ირონიული და გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე არ მეგონა თუ შიდა ქართლზეც ამუშავებდნენ ტროლ ბოტებს. ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით ინტერნეტ სივრცეში თუ რა კომენტარებს წერენ ტროლ ბოტები თუ ჩვეულებრივი დაქირავებული ადამიანები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებაში თუ ისე არიან დასაქმებულები. ხელისუფლება მათ ზუსტად აი ამ კომენტარების გაკეთების გამო უხდის ფულს. ამგვარი გამოწვევების წინაშე განსაკუთრებით ის ქალები დგანან, რომლებიც პოლიტიკაში არიან ჩართულნი, ამბობენ, რომ მათ ხშირად აყენებენ შეურაცხყოფას, გარეგნობის ქცევის, პროფესიონალიზმის ან პიროვნული თვისებების გამო. სიუჟეტის მომზადების დროს ჩვენ არაერთხელ ვცადეთ მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან დაკავშირება, რათა საკითხის ირგვლივ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ, თუმცა უშედეგოდ მათ ჩვენი კითხვებისთვის არ უპასუხიათ. ბულინგის მსხვერპლი ყოველთვის იყვნენ ქალები და რა თქმა უნდა უფრო აქტიურები არიან ის ადამიანები, რომელიც მეტად ჩანან ეკრანზე, მეტად ჩანან საზოგადოებაში, მეტ საქმეს აკეთებენ და აქედან გამომდინარე არაერთხელ ყოფილ მეც ბულინგის მსხვერპლი, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მეგობრებო, თქვენი ბულინგი უფრო გვაძლიერებს ჩვენ. პოლიტიკაში თუ აქტიური ქალები ძალიან ხშირად ხდებიან ხოლმე ბულინგის მსხვერპლი, ალბათ ეს უფრო მეტად შეიმჩნევა სოციალურ ქსელში, თუმცა ბრძოლა, რომელიც გვიწევს დღეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და საზოგადოება დაფიქრდეს კიდევ ერთხელ თითოეულ ქალს აი იმ ცხოვრების მიღმა, რომელიც არის საჯარო, რომ აქვს თავისი ცხოვრება და რამდენი რამის დათმობა უწევს იმისათვის, რომ იბრძოლოს იდეალებისათვის, იბრძოლოს ღირებულებებისათვის და იბრძოლოს ქვეყნის მომავლისათვის. თვლიან, რომ თუ ქალებს შეურაცხმყოფელ დისკრიმინაციულ კომენტარებს დაუწერენ, ტროლბოტებს შეუსევენ, ან თუნდაც ღია აკაუნტების უკან მყოფი ქართული ოცნების წარმომადგენლები გაგულანძღავენ, მათ გონიათ, რომ ამით დაგვეშინებენ. სინამდვილეში ყველაზე მეტად შეშინებულები არიან ისინი. კვლევები ცხადყოფს, რომ ონლაინ ბულინგის მსხვერპლნი უფრო მეტად ქალები და გოგონები არიან ვიდრე კაცები.